ახალი დაკავებულები ნეონაცისტური დაჯგუფების წევრების საქმეზე სწორედ მას შემდეგ გაჩნდა საქმეში, რაც უკვე პატიმრობაში მყოფი 30-მდე პირის პირადი მობილური ტელეფონები გაიხსნა და გამოძიებას ახალი შოკის მომგვრელი კადრები გაუჩნდა. საქმეში საუბარია ღირსების შემლახა წამების ამსახველ ვიდეო მასალაზე, სადაც ჩანს როგორ სასტიკად უსწორდებიან დაჯგუფების 10-მდე წევრი კონკრეტულ მსხვერპლებს სხვადასხვა ხელკეტით, მათ შორის კასტეტებით ეგრეთ წოდებული და ასევე ნივთებით, რომლითაც ისინი ჩხვლეტდნენ მაგალითად დანა და სხვადასხვა ტიპის იარაღი, რომლებიც მათ შორის მათი სახლების პირადი ჩხრეკის შედეგად უკვე არის მოგვიანებით ამოღებული. კადრები ნამდვილად არის უმძიმესი სანახავი, მათ შორის ფიგურანტები არიან გოგონები, არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს წიხლებით უსწორდებიან. ძირითადი мотиваცია იმ პერიოდში, როდესაც ისინი არჩევდნენ მსხვერპლებს, სწორედ იყო ის, რომ ისინი ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდნენ, ყველაფერს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები საკუთარი მობილურებით იღებდნენ და ანთავსებდნენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში საიმისოდ, რომ ნეონაცისტურ დაჯგუფებას, როგორც თავად საკუთარ მოძრაობას უწოდებდნენ, მეტი პოპულარიზაცია ჰქონოდა. Guys, თავი გაუსკრა. ჩემი დედა. შენი ყავილი დედა. სიმმერს. დედა. ნუ დათვალე. აიხა, დაიგე. ბატინკე. მოდი შევიხადო, გადი ბიჭი. დედა. შენ გიპირები დაბრუნდი. მოსაკლავი. ძალიან ერობი ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი, ხმოვანი აკუსტიკური იარაღი, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების, რომელიც საქმეში მტკიცებულებებად დევს. ყველაფერი სამართალდამცველებმა ამოიღეს დაკავებული არასრულწლოვნების და ასევე სრულწლოვნების დანაშაული ჯგუფის წევრების პირადი და საცხოვრებელი ჩხრეკის შედეგად დაკავებულებს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მათ სავარაუდოდ ბრალდებას ოფიციალურად დღის განმავლობაში გააცნობენ და ასევე საქმეში კიდევ უნდა წაუყენონ ბრალი დამატებით 4 პირს, რომელიც უკვე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ყავს სასამართლოს გაშვებული. ესენი არიან სწორედ ის პირები, რომლებიც ნეონაცისტური დაჯგუფების წევრებად მოიაზრებოდნენ და მათ ახლა გამოძიება დამატებით წაუყენებს ბრალდებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე და მასში მონაწილეობაზე. ძალადობრივი დაჯგუფების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. ცნობადობის მოხვეჭის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, სხვადასხვა ბლაგვით და ბასრისაგრის გამოყენებით, მათ შორის ხელკეტებითა და ეგრეთ წოდებული კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე. განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა. გარდა ამისა, მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს რადიკალური დაჯგუფების წევრები მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სწავლობდნენ. მოქალაქეების წამების საქმეზე ნეონაცისტური დაჯგუფების 30-მდე პირი არის ახლა პასუხისგებაში მიცემული, თუმცა ახალი კადრები საქმეში გაჩენის შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს. სავარაუდოდ ბრალდებას დაუმძიმებენ ამ საქმეზე დაკავებულ სხვა პირებსაც და ამ პირების აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.